დღეს ცოტა განსხვავებულ მაკიაჟს ვსდი. აი ასეთი გამოვიდა, ახლა კი თავიდან დავიწყოთ. პირველი სველი სპონჟით დავიტან ტონალურს და კარგად გადავინაწილებ. ახლა კი ასეთი პატარა სველი სპონჟით გადავინაწილებ კონსილერს, ოღონდ ჯერ კარგად გავააქტიურებ ხელზე. კონსილერს აი ამ ადგილასაც დავიმატებ. ცოტა საქაც. ბრონზერს დავიტან ესეთი პატარა სველი სპონჟიკით. ასევე ბრონზერსაც კარგად გავააქტიურებ ხელზე და მერე დავიდან სახეზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ბრონზერი ძალიან ძნელად შესაშლელია. ეს არის ესენსის ბრონზერი. ძალიან პიგმენტურია და ძნელად იშლება. ახლა ამ ყველაფერს ფხვერი პროდუქტებით კარგად დავიფიქსირებ. შემდეგ პუდრს დავიდან. ბლაში მინდა რომ არ მეტყობოდეს, ამიტომ ძალიან ცოტას დავიდან. ახლა გადავიდეთ თვალებზე და ლარენის აი ამ ფანქარს დავიდან, რომელიც საოცრად კრემოვანია და თან განახებთ რის გაკეთებას ვაპირებ. პირველ რიგში თვალის საცრემლეს შევივსებ. ახლა კი გადავალ მოხატვაზე, მოვიხატავ და დაგიბრუნდებით. კამერასთან ცოტა მიჭირს ლაინერის მოხატვა, ამიტომ მოვიხატავ და დაგიბრუნდებით. ესეც ლაინერი, ახლა გადავალ ტუჩზე და ტუჩი მინდა რომ იყოს ცოტა ღია შედარებით, მაგრამ თვალი უკვე დატვირთულია. დავისვენ ასეთ ვარდისფერ კონტურს. ზემოდან გადავისვამ აი ამ გლოსს. ახლა თვალზე დავიმატებ ტუშს. ესეც საბოლოოდ ჩემი მაკიაჟი, დამწერთ კომენტარებში რამდენად მოგეწონათ. მადლობა რომ მიყურეთ და ნახვამდის. არ დაგავიწყოთ ჩემი გამოწერა.